თქმა არის ალტერნატივო გზა, ის არის საჭიროება და აუცილებლობა და ამის გაცნობიერება არის ძალიან მნიშვნელოვანი რამე ხა ყველასთვის, ვინც არის ამ წინააღმდეგობრივ პროცესში თუ ბრძოლაში ჩართული. მიუხედავად იმისა, რომ გაიყო ეს პოზიციები და არჩევნების მომხრეებიც არიან და უფრო მეტნი მოწინააღმდეგენი, მათ შორის პლატფორმის ფორმატში, ხო, რასაც ყველაზე ძაფრად ალბათ და მეტად განიცდის ახლა საომი ზურაბიშვილი, იმიტომ რომ ის ამ პლატფორმას ხელმძღვანელობს. ეს არის მოცემულობა, ამ მოცემულობას უნდა გავუსწოროთ თვალი. მაგრამ რა კრავს, რა აერთიანებს და რა განაპირობებს მომავალი ნაბიჯების წარმატებას. ეს არის განსხვავებების მიუხედავად და ეს განსხვავება არის სტრატეგიაში, ხო, ბრძოლის ფორმაში, ეს არის მაინც ერთიანი სვლა მიზნისკენ, იმიტომ რომ თუ სხვადასხვა გზით და ფაქტია, რომ სხვადასხვა გზით მიდიან ოპოზიციური პარტიები ამ ბრძოლის პროცესში, იმის მიუხედავად ვინ რომელს ემხრობა, მაინც საბოლოო ჯამში ეს ტრაექტორია არ უნდა დაიკარგოს საერთო მიზნისკენ მიმავალი და უნდა გაერთიანდეს იმ სამ პუნქტში, იმ სამ გეგმაში, რომელზედაც დღეს საუბრობდა და რომელიც შესთავაზა სალომე ზურაბიშვილმა მონაწილეებს. ამიტომ ეხა რეზოლუციის ფორმატში, რომელზედაც დღეს ევროკავშირმა ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო, თქვენ ამაზე ძალიან კარგად ისაუბრეთ ეხა წინა სტუმართან და არ ყოფილა არასოდეს ასეთი მკაცრი და ასეთი სახიფათო ნიშნულთან მისული გზავნილები, რაც დღეს ამ შეფასების დოკუმენტში თქვა ევროპარლამენტმა. ეს ძალიან საყურადღებო, დიახ, ეს ძალიან საყურადღებო სიგნალია, იმიტომ რომ არ არის მხოლოდ საუბარი რომ კრიტიკულია შეფასება ქართული ოცნების მიმართ. აქ საუბარია ლიბერალური გადაწყვეტილების, რომელიც ეხება უვიზო მიმოსვლის თაობაზე თავის დროზე ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების შეჩერების საკითხს. ეს აღარ არის უკვე შორეული საფრთხე. მოახლოვდა, ამას ჭირდება ეხა გააზრება და ჭირდება დაფიქრება. მათ შორის სხვა ეკონომიკური სანქციებიც. ასე რომ ეხლა არის უკვე იმ ზღვართან მისული ეს რეკომენდაციები, რჩევები, გაფრთხილებები, კრიტიკა, რომლის იქეთ უკვე შეიძლება დაიწყოს კონკრეტული გადაწყვეტილებები და ძალიან კარგად ხსნიდა ეხა გიგი, რამდენად მარტივია მათ შორის იმ შუალედური გადაწყვეტილების მიღება, რომელიც ეხება უვიზო მიმოსვლის საკითხის შეჩერებას. ეხლა რომ ახსენდება რა შრომა ამაში ჩადებული თავის დროზე, როცა ჩვენ მუშაობდით როგორც ბრიუსელში, ასევე სტრასბურგში, წარმოუდგენელია იმის დაშვება, რომ ეს ყველაფერი შეიძლება ერთჩვენიერ დღეს უბრალოდ წყალს გაატანოს ქართულმა ოცნებამ. ამიტომ აი ამ პროცესში, როდესაც ყველანი ვაცნობიერებთ სად ვართ, დღევანდელი ჩანაწერი, რომელიც ეხებოდა თვითმმართველობის არჩევნებს, ძალიან საყურადღებო იყო, დიანა. ამაზე ვსაუბრობ ჩვენ ბოლო არჩევნების შემდეგ უფრო გაუარესდა საარჩევნო კანონმდებლობა. რა უნდა მოასწროს ამ დარჩენილ დროში? ან რომ აი სურვილიც რომ მქონდეს, რომელიც არ ჩანს, ხო, დღეს ქართული ოცნების მხრიდან, რომ უფრო ადამიანური და უფრო რაღაცა მინიმალურ სტანდარტებთან მიახლოებული გახადოს არჩევნების წესები. კი ბატონო, ეს არის პარტიების სტრატეგია, ეკა. არ წავიდნენ არჩევნებში, მაგრამ რა შეიძლება მოხდეს? სად უნდა წავიდნენ მაშინ, როგორ ხედავთ ამ გზას? მაგალითად, დღეს ზურაბიშვილი ლაპარაკობდა ქარტიის ამოქმედებაზე, გარდამავალი მთავრობის შექმნაზე. აი, ეს როგორ გესახებათ? რა გარდამავალ მთავრობაზეა ლაპარაკი? ვისგან უნდა შედგეს ეს გარდამავალი მთავრობა? ორი საარჩევნო სუბიექტი არჩევნებში მიდის, დანარჩენები ბოიკოტის კამპანიაში. მესმის რომ შეიძლება არ წავიდნენ ამ კამპანიაში და აი წინააღმდეგობის პლატფორმაში რაღაც ამიდეებს შეუერთდნენ, მაგრამ ვისი მთავრობა უნდა ჩამოყალიბდეს? აი იქნებ თქვენ უკეთ გესმით და უკეთ დაანახოთ ეს ჩვენს აუდიტორიას, იმიტომ რომ ზურაბიშვილი ეს იყო მიმართვა და რაღაც ინტერაქციის შესაძლებლობა არ იყო. მე კარგად მესმის ქარტიის სულისკვეთება და თავის დროზე, როდესაც ამ ქარტიაზე მუშაობდით და რომელსაც
ძალიან კარგია რომ შეუერთდა ყველა პოლიტიკური პარტია, მისი ღირებულება კიდევ უფრო მეტად გაიზარდა და ქარტია მოიაზრებს თავად ამ გარდამავალი მთავრობის იდეას. ქარტია ხო ეს არის გამარჯვების შემთხვევაში ტექნიკურ მთავრობას ჩამოყალიბებაზე იყო შეთანხმება. ხო, ეხლა სად არის ეს? მაგრამ არ იყო კონკრეტული ჩანაწერი, არ იყო კონკრეტული შეთანხმება ამ მთავრობასთან დაკავშირებით რა უნდა იცოდეს უფრო მეტი ამომრჩეველმა. ქარტია არის თავისთავად მე ვფიქრობ საიმედო დოკუმენტი, იმიტომ რომ იქ ჩანს რა არის პირველი ნაბიჯები ცვლილების შემდეგ, რას აკეთებს ახალი მთავრობა, ახალი პარლამენტი წელიწად ნახევრის განმავლობაში. და ეს არის ყველაფერი ის, რაც დაზიანდა, ყველაფერი ის, რაც დღემდე გაფუჭდა, რაც აღსადგენია და გამოსასწორებელია, ეს არის ქარტიის შინაარსი. და ძალიან კარგად არის ეს თანმიმდევრობა, მათ შორის გაწერილი. კი, შეიძლება მან მცირე კორექტირება, თუმცა ქარტიის თავარი ხაზი მე ვფიქრობ არის ძალიან ღირებული და არ კარგავს ის თავის აქტუალობას. რაც შეეხება იდეას, რომელზედაც დღეს საუნმე ზურაბიშვილი საუბრობდა, ერთობა არის წინაპირობა, შემდეგი არის აი ეს გარდამავალი მთავრობა, რომელიც პროფესიონალებისგან უნდა დაკომპლექტდეს. ეს იყო ის იდეა სხვათა შორის, რასაც თავის დროზე მოყვა გარკვეული წინააღმდეგობა რამდენიმე პარტიის მხრიდან და ძალიან ცუდია რომ ვერ შედგა ამ მხრივ კონსენსუსი იქნებ ეხლა მაინც ამ ახალ რეალობაში იყოს გააზრებული რამდენად საჭიროა მომრჩეველმა იცოდეს აი მკითხვაზე პასუხი რომელიც თქვენთანაც ხშირად ისმის რა იქნება შემდგომ ვინ არის ის შემდგომი გუნდი ადამიანების ჯგუფი რომელთაც დობა უნდა გამოუცხადოს ამ მომრჩეველმა მეტი სიცხადე მეტი მკაფიოობა მეტი გასაგებად იმის თქმა ვინ არიან ის ადამიანები ვინც აი ამ დროებით გარდამავალ ტრანზიტულ პერიოდში აიღებენ პასუხისგებლობას და გაუძღვებიან აი ამ რეფორმებს რომელმაც უნდა გახსნა საქართველოსთვის ევროპული ოჯახი და მესამე უბრალოდ ეს იყო მეორე პუნქტი მაგრამ მნიშვნელობა აქ სამივე ერთმანეთთან არის კავშირში გაფართოვდეს აუცილებლივ თავად ეს ფორმატი პლატფორმის არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიები არაჩვეულებრივი ადამიანები რომელიც აი ამ პოლიტიკურმა ბრძოლის პროცესმა დაგვანახა რომლებიც მზად არიან იყვნენ ჩართულნი უფრო მეტად უფრო აქტიურად უფრო ორგანიზებულად ანუ ეს არ იყოს მხოლოდ პოლიტიკური რაღაცა დიალოგის სივრცე თუ სამუშაო სივრცე ეს იყოს უფრო ფართო და უფრო დიდი და ძალიან მართლა ძალიან საინტერესო ადამიანები გამოკვეთა ამ პროცესმა ეს სამი თემა არის გზა ანუ რაღაც მთავრობა რაღაც ალტერნატიული მთავრობა უნდა შეიქმნას რომ საზოგადოებამ დაიჯეროს რომ ხელისუფლებას კობახიზის მთავრობას ოპოზიციაში ჰყავს ალტერნატივა და შემდეგ ან იქნება ახალი არჩევნები ან არ იქნება და უბრალოდ იფიქროს რომ აი თუ რამე ესენი მოვლენ ანუ ამის დასანახად აი როგორ წინა ქარტიის დროს იყო მაგალითად ზალკოკაია განიხილებოდა თავად დაადასტურა ჩემს ეთერში ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში ამ პარტიების პრემიერობის კანდიდატად რაღაც ამგვარი შეიქმნას რომ ხალხმა იცოდეს რომ ოპოზიციას ეყოფა ეხლა ხოცავს ერთმანეთს და შემდეგ ეყოფა შესაძლებლობა არ ვიცი ურთიერთთანხმობის ნება რომ რაღაც მთავრობის დაკომპლექტებას ჰიპოთეტურის ან ვირტუალურის ან არ ვიცი როგორ ავხსნა მინდა რომ უფრო რეალისტურად გასაგები იყოს ჩვენი აუდიტორიისთვის მოდი შევეცდები უფრო მიუახლოვდეთ შინაარს ადამიანებს ხო ბუნდოვანება არ მოწონთ და მოწონთ მეტი სიცხადე და კონკრეტიკა. აი როდესაც ბევრი ადამიანისგან ალბათ თქვენს მეც და სხვებსაც სმენიათ კითხვა რომ ვინ არის ის შემდგომი ეტაპის თუ შემდგომი პერიოდის აი ცვლილებების შემდგომ იმ ადამიანთა ერთობა ვისაც ხმას რო აძლევ უნდა დაინახო კიდეც ხო ვის ხელშია დობის მანდატი. შეგვეძლოს დაგვენახა 2024 წლის წინ. არაერთი გვარი. დიახ.
ხო და აი ამიტომ ვერ დავინახეთ და რომ ვერ დავინახეთ ეს არის ბრალი იმათი ვისაც ამ კაფეობის რაღაცა შიში ჰქონდა ამიტომ არის საჭირო ეხა უფრო გაბედული ნაბიჯები გადაიდგას იმ დაშვებულმა შეცდომებმა მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომად მიმაჩნია როდესაც სადა სალომე ზურაბიშვილმა გაერთიანება რამდენიმე პარტიის, რომელიც იქნებოდა ძალიან საინტერესო ახალი რეალობის მომცემი, გადაუწყვეტი და ყოყმანის პროცესში მყოფი ამომრჩევლისთვის. ამ შეცდომებზე სწავლა არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ეს ძალიან ახლო პერიოდის პოლიტიკური ცხოვრების რეალობაა და თუ აქედან არ გამოვიტანეთ ის დასკვნები, ძალიან გაგვიჭირდება შემდგომი ნაბიჯების უფრო სწორად გადადგმა. ამიტომაც აქვს ახლა სალომე ზურაბიშვილს შეთავაზება, რომ მოდი მეტი სიცხადე იყოს მომავალში. აი ვინ არის შემდეგ, ან ვინ არიან შემდგომ ის ადამიანები, ვინც სხვადასხვა სფეროს პროფესიონალები გაუძღვებიან და ეს არ გულისხმობს, რა თქმა უნდა, იმას, რომ ყველა შეიძლება იყოს ამით ახტაცებული. არ არის საქართველოში ის მოცემულობა, როდესაც ყველას ყველა ეყვარება და ყველას ყველაფერი მოეწონება. ამ აი პატარა ქვეყანაში, სადაც ასეთი მრავალფეროვნება გვაქვს, მათ შორის პოლიტიკურიც, უნდა დაუშვათ ის, რომ იქნება გარკვეული კრიტიკა, მაგრამ რაღაცაზე შეთანხმება არის საჭირო. ეს შეთანხმება წინასწარი მეტ რაღაცნაირად თანმიმდევრულობას ეს თავრობა იმუშავებს უქმნის ამომრჩევლს პარტიების გამარჯვების შემთხვევაში და ეს პარტიები დღეს ერთმანეთთან უკიდურესად დაპირისპირების რეჟიმშია, ზოგი ბოიკოტში, ანუ არაღიარების, ზოგი არჩევნებში გადის და ეხლა ესენი ეს თქვა ვერ წარმომიდგენია. ეს კამათი ხო აი მე აბსოლუტურად მესმის რომ თქვენ ვერ წარმოგიდგენიათ ისევ როგორც მეც რთულად წარმომიდგენია, თუმცა არ მიმაჩნია რომ შეუძლებელია. იმის გაცნობიერება რომ ეხა ოპოზიციურ ფლანგზე ეს გაუთავებელი თავდასხმები აღარ უნდა გაგრძელდეს და თუ არ ვიცი ხა ამდენი არ ესმის რომელიმე ნაციონალურ მოძრაობას ან რომელიმე წარმომადგენელს რომ უნდა შეწყვიტონ ეს დაუმთავრებელი თავდასხმები განსაკუთრებით ციხეში სხედან ადამიანები რაღაცა მორალური ბარიერი მუხრუჭი ხო უნდა გქონდეს რომ მიხვდე რომ ამ მდგომარეობაში მყოფი ადამიანების მიმართ თავდასხმა არაფერში აღარ ჯდება და კრიტიკა გასაგებია შეიძლება არ ეთანხმებოდე მათ შორის შენს თანამებრძოლს თუ პარტნიორს მაგრამ ეს შეიძლება გააკეთო ეთიკურად რაც შეიძლება უმტკივნეულოდ და უფრო დიდ მიზანს რომელსაც რაღაცა რომ დიდ მიზანში სადაც ხედავ შენ ამ გაერთიანების შესაძლებლობას იქ მიხვიდე ამ სვლით დღეს რომ არის ეს განსხვავებული პოზიციები ეს მოცემულობა ამას გვერდს ვერ აუვლით ამიტომ თქვა სალომე ზურაბიშვილმა რომ არჩევნების თემა რომელიც კალენდარულად მოვიდა იყო რა თქმა უნდა ოცნების მხრიდან გამოყენებული როგორც შიდა მაპროვოცირებელი მექანიზმი მოხდა კიდეც ეს ვერ აუარა ამას გვერდი ოპოზიციურმა ერთიანმა ერთობა, მაგრამ ეხლა აქედან ხო უნდა გავაგრძელოთ სვლა. როგორ უნდა გავაგრძელოთ შემდგომი ნაბიჯები? ისევ ერთმანეთთან კონფლიქტებით უნდა გაიარონეს რთული პროცესი, თუ უნდა მიხვდეს ყველა, რომ საჭიროა შეთანხმება მომავალზე. მომავალზე შეთანხმების გეგმა არის ეს სამი პუნქტი. ქარტია არსებობს, ეს არ არის ახალი დოკუმენტი, თუმცა ის ახალ რეალობაშიც უფრო მეტ აქტუალობას იძენს. გეგმა არის ის, რომ გაფართოვდეს პლატფორმა და უფრო მეტი ადამიანი, არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი ან პარტია, არამედ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებიდან და მე ვისურვებდი, რომ სწორედ ამ სივრციდან შემოვიდნენ პლატფორმაში ადამიანები, რომელთაც აქვთ ახალი ენერგია, ახალი ხედვა. თქვენ ფიქრობთ, რომ არჩევნებში წამსვლელი პარტიების ადგილი არის პლატფორმაში, ან რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ისინი? მაშინ, როდესაც ზურაბიშვილი ამბობს, რომ არჩევნები ფარსია, ისეთ ცოტა მე ვერ გავიგე მაგალითად, ან შემოგდებულია ხელისუფლებისო. ხელისუფლებამ სად შემოაგდო კონსტიტუციით, კალენდრით, ყველაფრით უწევს ეს არჩევნები, თვითმმართველობებს და ასე შემდეგ. თარიღს არ გულისხმობდა, დიანა. არჩევნების თარიღს რა თქმა უნდა არ გულისხმობდა, სალომე ზურაბიშვილი გულისხმობდა
იმ ვითარებას, რომელმაც პროვოცირება გაუკეთა სწორედ ამ დაპირისპირების რეალობას, ხო, კონფლიქტები, სხვადასხვა კერები, რომელიც გაჩნდა ოპოზიციის ფლანგზე, რა თქმა უნდა, ამას ძალიან კარგად დიდო სტატურად აკეთებს ქართული ოცნება სხვადასხვა რესურსებით, რომ ეს პროვოცირება უფრო სხვა ფაზაში გადაიტანოს. უბრალოდ გონიერება უნდა ეყოს ყველას, რომ ეხა გაჩერდეს ეს პროცესი, იმიტომ რომ ბოიკოტისთვისაც რესურსების დახარჯვის დიდი რეზერვი არ აქვს ოპოზიციას. ეს ძალიან სწორად იყო დღეს ნათქვამი. ბოიკოტს ვერ მიაღწევ თუ რაღაცა ნაწილი ოპოზიციის არჩევნებზე მიდის. ეს ხო რეალობაა. ამიტომაც უნდა გავთვალოთ, რისთვის უნდა დაიხარჯოს ჩვენი ადამიანური თუ რა სხვა სახის რესურსი. ამიტომაც ეხლა კონცენტრირება არის საჭირო ამ ქარტიის ირგვლივ პროტესტის მონაწილეთა მათ შორის ენერგიაც და დროს და რესურსების დასაზოგია და მისამართია უფრო რაციონალურად. ჩვენ ხო ხედავთ ეხლა გარეთ ცივილიზებული სამყარო ძალიან ღია ენით ლაპარაკობს ახალ არჩევნებზე, ხო და ახალ საპარლამენტო არჩევნებზე, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებაზე. ასეთი ერთსულოვანი საქართველოს მიმართ დასავლური სამყარო არასდროს არ ყოფილა, ხო? ეხლა სტრასბურგი, თუ ბრიუსელი, თუ ვაშინგტონი ერთ ხმაში საუბრობს, ერთიანი გზავნილებია, ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოცემულობა და ეს ერთიანობა უნდა გადაითარგმნოს შიდა ერთიანობაშიც. ამიტომ უნდა დამთავრდეს ეს ეხლა რაღაცა ლოკალური ბრძოლები და ეს ინდივიდუალური თავდასხმები, რომელიც უგუნურობის მაჩვენებელია და უმწიფრობის მაჩვენებელია და უნდა მოხდეს კონცენტრირება შემდგომ გეგმაზე, შემდგომ ნაბიჯებზე. ეს პროცესი აუცილებლად მოიტანს შედეგს. ეკა, ძალიან დიდი მადლობა, კიდევ ერთხელ მადლობა და გვაპატიეთ